იანვრიდან შინაური ცხოველების პატრონებისთვის ახალი რეგულაციების ნაწილი ამოქმედება. ვალდებულება ხდება ერთიანი ბაზის შესაქმნელად ძაღლებისა და კატების ელექტრონული რეგისტრაცია, რაც სხვა პროცედურებთან ერთად ჩიპირებასაც მოითხოვს. აღრიცხვის პროცესში ხარვეზების გამოსარიცხად კარ-და-კარ სიარული დაწყებულია. მოქალაქეებს მოსალოდნელ ჯარიმებზე აფრთხილებენ და რეგისტრაციის პროცედურებს აცნობენ. კანონში შესული ცვლილებები შინაური ცხოველების კასტრაციას, სტერილიზაციასაც ითვალისწინებს, თუმცა კანონის ეს ნაწილი მოგვიანებით უნდა ამოქმედდეს. კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები ხმაურიანი განხილვების შემდეგ დამტკიცდა. კოკერ სპანიელი, რომელიც მეპატრონე მცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებთან მიიყვანა, დარეგისტრირებული არ იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ დაკარგვის შემთხვევაში მისი პოვნა რთული იქნებოდა. ძაღლს ჩიპირება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს კამპანიის ფარგლებში ჩაუტარდა, გაკეთდა ცოფის საწინააღმდეგო აცრაც. ამ მომსახურების მიღების შესაძლებლობა მსურველებს გლდანში ჰქონდათ, სადაც სააგენტოს თანამშრომლები მივიდნენ და დაინტერესებულ ადამიანებს ცხოველის მოვლა პატრონობის წესებთან დაკავშირებული ინფორმაციაც გააცნეს. მათ ასევე დაურიგდათ საინფორმაციო ფლაერები, სადაც მეპატრონის მოვალეობები წერია. აუცილებლად დარეგისტრირებული რომ უნდა იყოს სააგენტოში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში თქვენი ცხოველი, რეგისტრაცია უბრალოდ უშუალოდ მოიცავს ჩიპის კანქვეშ ჩადგას, იდენტიფიკაციას. გლდანში მდებარე ერთ-ერთ პარკში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა შინაური ცხოველების მეპატრონეებს სხვადასხვა სერვისის შესთავაზეს. ცხოველთა იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია, კომპლექსური ვაქცინაცია, ასევე ანტირაბიული, ანუ ცოფის საწინააღმდეგო აცრა. ჩიპი ჩაუყენდა და ცოფის საწინააღმდეგო აცრა გაუკეთდა. დანარჩენი ლეკვობაში ქონდა გაკეთებული შემქმნელ შემთხვევით სეირნობის დროს და გასაკეთებელი ქონდა და გავიკეთეთ ადგილზევე. ნომრით უკვე მოხდება ძიება და რაღაც როგორ GPS-ი სავარაუდოდ ეგრე იქნება. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში აცხადებენ, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ტარდება და ისინი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. მათი განმარტებით საინფორმაციო კამპანია ცხოველის ვაქცინაცია და იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია, გლდანის შემდეგ სხვა უბნებშიც იქნება ხელმისაწვდომი. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი სპეციალისტის ინფორმაციით, დაინტერესება საზოგადოების მხრიდან მაღალია. რაც შეეხება მიუსაფარ ცხოველებს, ირაკლი გოგოხიას განმარტებით, ღონისძიების ფარგლებში მათთვის როგორც კომპლექსური, აგრეთვე ანტირაბიული, ანუ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სრულიად უფასოა. პატრონი ვალდებულია, რომ ცხოველის იდენტიფიკაცია მოახდინოს, ამის შემდგომ ხდება რეგისტრაცია, რაც შემდგომ აისახება ერთიან მონაცემთა ბაზაში. ასევე მნიშვნელოვანია ცნობიერება ცხოველის პატრონისთვის, რომ პრევენციის მიზნით წელიწადში ერთხელ აუცილებლად განახორციელოს საკუთარ ცხოველზე ცოფის ვაქცინაცია. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში აცხადებენ, რომ მსგავსი საინფორმაციო კამპანიის დახმარებით სურთ მოსახლეობა 2026 წლიდან ასამოქმედებელი რეგულაციებისთვის მომამზადონ. როგორც ცნობილია, შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ ახალი კანონი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებები მომდევნო წლის იანვრიდან ითვალისწინებს ცხოველების მეპატრონეებზე გარკვეული ვალდებულებების ამოქმედებას და დარღვევებზე ჯარიმების მკვეთრ ზრდას. მაგალითად, დღეს არსებული კანონით თუ ძაღლი ან კატა არ არის იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული, პატრონი 8 ლარით დაჯარიმდება. წლის განმავლობაში დარღვევის განმეორების შემთხვევაში სანქცია 50 ლარია. თუმცა 2026 წლის იანვრიდან კი ამ ვალდებულების შეუსრულებლობაზე 1500 ლარიანი ჯარიმა ამოქმედდება. ეს არის გარდამავალი პერიოდი, იქნება გამომდინარე, რომ კანონი უკვე მიღებულია და 2026 წლიდან ნელ-ნელა ეტაპობრივად შევა, უკვე ძალაში სხვადასხვა სანქციები, მაქსიმალურად გვინდა რომ მოსახლეობაც შემდგომში უკვე იმ სანქციებს შეხვდეს მომზადებული და მოახდინოს საკუთარი ცხოველების რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია, ასევე ვაქცინაცია და სხვა ნებისმიერი ვეტერინარული манипуляცია, რომელიც აუცილებელია შინაური ბინადარი ცხოველისთვის. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში აცხადებენ, რომ ცხოველის მეპატრონეებს, რომლებსაც ცხოველის აცრა და რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია სურთ, სააგენტოს ცხოველთა თავშესაფარს ან რომელიმე ვეტერინარულ კლინიკას უნდა მიმართონ.